ბოლო დღეების ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი თემა გახდა დათა ახალაიას მიერ გავრცელებული განცხადები. Უჩინეს ყოველს მოგესალმებით ყველას. დღეს დიდი დღეა და მართლმადიდებლურ საქართველოს ულოცავ დღევანდელ დღეს, რაც შეეხება გუშინდელ როგორც იტყვიან ინციდენტს. მე პირველ რიგში როგორც პროფესორმა სტუდენტების მიმართ მინდა გამოვხატო სოლიდარობა ყოველი ახალგაზრდული აქციის მიმართ და მით უმეტეს გუშინ რომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს სრულიად ორგანიზებულად გამოვიდა ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებმაც წინა პლანზე წამოწიეს შრომითი უფლებები და რაც ყველაზე მთავარია, სოციალური წონასწორობის აღდგენის, სოციალური სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგები და ვიდრე შევეხებოდე კონკრეტულად პოლიციისა და დემონსტრანტებს შორის ურთიერთობას, მე პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მთავრობა არ აღმოჩნდა იმ სიმაღლეზე, რომ პირველივე დემონსტრაციაზე, რომელმაც გამოიტანა სოციალური სამართლიანობის საკითხები, რომელიც არის დღეს საქართველოსათვის და საქართველოს მთავრობისათვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა, მას არ აღმოაჩნდა პასუხი. მისი პასუხი სამწუხაროდ იყო პოლიციელების ძალისმიერი მეთოდები თავისუფალი დემონსტრანტების წინააღმდეგ, პოლიციის არაპროპორციული ძალის გამოყენება თავისუფალი დემონსტრანტების წინააღმდეგ, სადაც არიან დაშავებული სტუდენტები, დაშავებული ახალგაზრდები, მაგრამ ამაზე დღეს ლაპარაკობენ უფლებადამცველები, ლაპარაკობენ საზოგადოების წარმომადგენლები, მაგრამ არავის ასეთი აქცენტი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს მთავრობამ პასუხი მთავარ გამოწვევაზე, საქართველოში სოციალური სამართლიანობის აღდგენაზე გააკეთა ერთადერთი ძალისმიერი მეთოდები და ამ ლოზუნგების, ამ დევიზების, ამ მოთხოვნების ჯგუფის მიმართ გამოიყენა პოლიციელების არაპროპორციული ძალა, სადაც არიან დაშავებული დემონსტრანტები. აი ეს არის ჩემი დამოკიდებულება გუშინდელი დღის მიმართ. დიდი მადლობა, მე ძალიან მწუხვარ დავით კირვალიძის გამო, იმიტომ რომ ყოველთვის მიმაჩნდა, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე ერთ-ერთი პროფესიონალი მივიდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში. მე მინდა უთხრა ჩვენს ტელეაუდიტორიას, რომ იგი არის ნიადაგმცოდნე, მაგრამ ეს სრულიად არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის და არა მხოლოდ დავით კირვალიძისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის, არამედ საქართველოს მთავრობისათვის, რომ აი ამ დიდი გამოწვევებისათვის ასევე გაეცათ პასუხი. მე ვფიქრობ, რომ დავით კირვალიძის პრეცედენტი იქნება შემდგომ სამინისტროებშიც. მე არ გამოვრიცხავ, რომ იგივე გავრცელდეს ბატონ დავით ნარმანიას სამინისტროზე და მე არ გამოვრიცხავ, რომ ამან პერმანენტული ხასიათი მიიღოს კიდე სხვა სამინისტროებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ იქ სადაც ჩნდება კითხვის ნიშნები და ამ კითხვის ნიშნებს სრულიად ლეგიტიმურად აყენებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ჩვენი ხალხი, რაც გაჩნდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ იმ საგაზაფხულო კამპანიის ჩატარების გამო, როდესაც სამინისტრო აღმოჩნდა სრულიად მოუმზადებელი მიწების ინვენტარიზაციის საკითხში. პრაქტიკულად დიდი სოფლის მეურნეობის ფონდი ჩაილექა კონკრეტული ჩინოვნიკების, ლობისტების,
და კონკრეტული ადამიანების ჯიბესში. მათ შორის დავით კირვალიძის რამდენიმე მრჩეველზეც არის აქცენტი გაკეთებული. ამაზე ჯერ არ ლაპარაკობს გამოძიება, მაგრამ აუცილებლად დაილაპარაკებს, ვინაიდან საქართველო პატარა ქვეყანაა და ადამიანები, რომლებსაც კონკრეტულად უნდა ეგრძნოთ ამ კამპანიის, სოფლის მეურნეობის ფონდის, მიწების ვაუჩერიზაციის, მისი დახმის და ბოლოს სოფლის მეურნეობის სწორად წარმართვის პოლიტიკის შესახებ სამწუხაროდ წავიდა კორუფციული სქემებით. მე კიდევ ვიმეორებ, რომ რასაკვირველია, ეჭვი მინდა შევიტანო, რომ ამ დანაშაულებრივ სქემაში რაიმე ურთიერთობა შეიძლება ჰქონდეს დათო კირვალიძეს, ეს ჩემი სუბიექტური განცდაა მის მიმართ, როგორც პოლიტიკოსის მიმართ, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, რომ ზედაპირზე გამოვიდეს ის ცუდი კორუფციული სქემა, რომელიც ასევე შეიძლება გავრცელდეს კიდევ სხვა სამინისტროზე, მათ შორის ბატონი დავით ნარმანიას სამინისტროზე, სადაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც სტიქიით დაზარალებულები არიან, აქვს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი და ამ კითხვის ნიშანს, როგორც ჩანს, სამართალდამცავები აუცილებლად ზედაპირზე გამოიტანენ. ეს უკვე პირველი პრეცედენტია და მე პოლიტიკის რანგშიც მე არ უწოდებდი ამას ასე რბილად სამთავრობო ცვლილებებს. მე ამას უწოდებს საქართველოს მთავრობის უნარებისადმი მართოს, როგორც პოლიტიკური, ასევე აღმასრულებელი პროცესები ქვეყანაში. ეჭქვეშ დავაყენებ ამ უნარებს საქართველოს მთავრობის დღევანდელი შემადგენლობის რაღაც ნაწილის მიმართ, თუმცა პრემიერ-მინისტრი მათ შორის უმაღლესი საერთაშორისო ტრიბუნებიდან ხშირად იხსენიებს მე და ჩემი გუნდი. თუ ეს არის გუნდი, მაშინ უნდა იცოდეს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომ მას საქმე აქვს სრულიად უუნარო და ზოგჯერ შემთხვევაში დანაშაულებრივ გუნდთანაც კი. არ გამოვრიცხავ ნანა და პირდაპირ გეტყვით, რომ იგივე პროცესი ყოველგვარი სამართლიანობის მიხედვით უნდა გაგრძელდეს ინფრასტრუქტურის სამინისტროზე. აქ ჩანს ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები და ამ კითხვის ნიშნებს აჩენენ არა პოლიტიკოსები სამწუხაროდ, არა ექსპერტები სამწუხაროდ, არამედ საბედნიეროდ ჩვენი ხალხი, რომელიც სრულიად ლეგიტიმურად აყენებს კითხვებს. სად წავიდა, რა მიმართულებით ესა თუ ის თანხები, რა არის მისი მიზნობრიობა და რა შედეგებით დასრულდა ესა თუ ის კამპანია. ბოლოს და ბოლოს ეს მთავრობა უნდა გამოვიდეს ლოზუნგების ხანიდან და უნდა რეალურად შეხედოს იმ პროცესებს, რომელიც დღეს ქვეყანაში მიდის. მძიმეა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ყველა შემთხვევაში იმის მიუხედავად, რომ წინა კვირა პრაქტიკულად ძალიან აქტიურად დაეთმო ამ თემების განხილვას და გამოჩნდა კიდევაც პოზიციები, მაგრამ მე როგორც ქართულ-აფხაზური და ოსური საერთაშორისო მოძრაობის პრეზიდენტი უნდა გამოვიდე არა რომელიმე მხარის პოზიციიდან, არამედ ჩემი პოზიცია უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პოზიციიდან. რა თქმა უნდა, ამ პოზიციიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება იყო ძალიან ემოციური, ნაჩქარევი და მე პირდაპირ ამას პოლიტიკურ შეფასებასაც გავუკეთებ, ეს იყო შეცდომა და რატომ? იმის მიუხედავად, რომ ბევრი არგუმენტი გაჩნდა, რომ ეს იყო შეცდომა, უფრო მეტიც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთმა წევრმა და მინისტრმა მეორე დღესვე გააკეთა, ასე ვთქვათ, მე ვიტყოდი საკმაოდ საინტერესო და სახელმწიფოებრივი პოზიციები და განცხადება. მხედველობაში მაქვს თავდაცვის მინისტრი, რომელიც შეეცადა, ესე ვთქვათ, კორექტირება შეეტანა პრემიერ-მინისტრის ამ ემოციურ განცხადებაში. თუმცა მე პირდაპირ მინდა გითხრათ ერთი ფაქტის შესახებ. სწორედ იმ ხანებში, ანუ გასულ კვირას, მოსკოვში გამოვიდა ერთი ძალიან საინტერესო წიგნი და პუბლიკაცია უბრად სვიდეტეля.
მე ძალიან ცუდად მენიშნა ამგვარი პუბლიკაციის გამოცემა, ვინაიდან სწორედ ამ წიგნში საქართველოს ხელისუფლება დადანაშაულებული არის სეპარატიზმისა და ისლამის ექსტრემიზმის, ასე ვთქვათ, საკითხებში და მოყვანილია ბევრი მაგალითი. მე არ ვაპირებ ახლა ამ წიგნის გაპიარებას ქართული საზოგადოების წინაშე, უბრალოდ მომაქვს ერთადერთი ფაქტი ამასთან დაკავშირებით, რომ ეს არის იმ მძიმე ინფორმაციული პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც საქართველოში არც ერთმა პოლიტიკოსმა, მით უმეტეს საქართველოს მთავრობის პირველმა პირმა და მისმა კაბინეტმა გაგრძელება არ უნდა გაუკეთოს. პრემიერ ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ ეს პირდაპირ ურტყავს საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის საკითხებს, მისი ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს და მან ასევე უნდა გაითვალისწინოს მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომ კარგია, როდესაც ვლაპარაკობთ, რომ საქართველოს ეკონომიკურად უნდა იყოს მიმზიდველი, მაგრამ ცუდია, როდესაც არ გვესმის, როგორ უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკურად მიმზიდველი. ასეთი განცხადებები, ძვირფასო ბატონო პრემიერ-მინისტრო, პირდაპირ ურტყამს ინვესტორების, ინვესტიციების და საქართველოს როგორც მთელს რეგიონში ინვესტიციებისათვის მიმზიდველი ქვეყნის იმიჯს. იგი აფრთხობს ინვესტორებს ნებისმიერ დონეზე და საქართველოში ეკონომიკური მიმზიდველობა კიდევ კარგა ხნის განმავლობაში ვერ გაჩნდება. ამიტომაც ასეთი ტიპის განცხადებებისაგან ან თავი უნდა შევიკავოთ და იგი გადავიტანოთ მთავრობის კულისებში. ბოლოს და ბოლოს არსებობს უშიშროების საბჭო, არსებობს სხვა ინსტანციები და სხვა ინსტიტუციები და იქედან გამომდინარე უკვე არათუ პოსტულატს, არამედ სიტყვების თანაწყობასაც კი აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და მეორეც, უნდა გავასწოროთ თუ კი ასეთი ტიპის ინფორმაცია გადის მით უმეტეს მთავრობის პირველი პირისაგან. ამიტომაც, რა თქმა უნდა, ჩემი შეფასება, რომელიც გამომდინარეობს საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტიდან და ერთიანობიდან, მე ვაფასებ ამას როგორც ემოციას, მე ვაფასებ ამას როგორც საქმეში ჩაუხედავი ადამიანის განცხადებას, მაგრამ პოლიტიკურად მე ვაფასებ ამას როგორც შეცდომას. ტეტის